ეს დიმიტრი ობოლაძე რომ უმასპორტის შეახლები გაგვესმა მადლობა დიმა. ელენა ახვლედიანის დღემდე უცნობი ესკიზები ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის არქივში აღმოჩენილი სცენოგრაფიების წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც მათი რესტავრაცია გახდა აუცილებელი. თეატრის საცავში 1957 წლის ვიდეო კადრებიც იპოვეს, რომელსაც ეროვნული არქივის სპეციალისტები შეისწავლიან. ელენე ახვლედიანმა თავის სცენოგრაფიაში გამოიყენა აი თეთრ ფარდის ეფექტი შუქჭრდილის საშუალებით მიიღო აი სცენური მოქმედების და სცენური მოქმედების ადგილების განსახიერების ეფექტი. ელენე ახვლედიანის სცენოგრაფიები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის არქივში იპოვეს. 4 ესკიზი დოდო ანთაძის მიერ აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისთვის შეიქმნა. კარლო კალაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი დოდო ანთაძემ 1957 წელს აღადგინა. სპექტაკლში სხვადასხვა მოგონებების აღსაწერად რეჟისორმა სცენაზე თეთრი ფარდა და მასზე გამოსახული სხვადასხვა ეპიზოდები გამოიყენა. სცენაზე ელენე ახვლედიანის სცენოგრაფიები შუქჭრდილებით გაცოცხლდა. კომპოზიციური ფორმა მთლიანად აგებული იყო მოგონებებზე. აღქმა მაყურებლისთვის უნდა ყოფილიყო, რომ ეს ხდება წარმოსახვაში, მოხუცის წარმოსახვაში და არა რეალურ მოქმედებაში. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აი ფარდის მიღმა. ელენე ახვლედიანის აქამდე უცნობი სცენოგრაფიები წლების განმავლობაში შეუსაბამო პირობებში შენახვის გამო დაზიანებული იყო. საქართველოს ეროვნულ არქივში 4-ვე ესკიზის რესტავრაცია მოხდა. ფაქტობრივად ეს ნახატები გადარჩენილია, ფრაგმენტულად იყო დაკარგული ქაღალდი და საჭირო იყო მისი ამოვსება ანალოგიური ფერის და სისქის ქაღალდით. ეს კადრები 1957 წლის შემდეგ არავის უნახავს. ელენე ახვლედიანის ესკიზების გარდა სპექტაკლი როგორ კინოკადრებითაც ფორმდებოდა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის არქივში ნაპოვნი კადრები დაახლოებით 6 წუთიანია. მისი რესტავრირებაც ეროვნულ არქივში მოხდა. სპექტაკლი როგორ კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, სადაც რეჟისორმა მსგავსი მეთოდი გამოიყენა. კინოკადრებში ასახული არის ფაქტიურად ის მომენტები და ის ეპიზოდები, რისი განხორციელებაც სცენაზე შეუძლებელია, თუნდაც იგივე მატარებლის სცენა, ლიანდაგების სცენა საკმაოდ მრავალფეროვანი არის და ფირებს რომ ნახავთ სრული შტაბის შექმნა, რომ ეს არის სრულფასოვანი ფილმი. ასეთი შინაარსის ფილმი და კადრები, მსახიობები არ ქონდა ასეთი მასალა და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ეს ფილმი გარდა იმისა, რომ არის თქვა ძალიან ძველი და რარიტეტული. შეეხლა ამ ეტაპზე უკვე დაიწყება სიღრმისეული კვლევა. ელენე ახვლედიანის ესკიზები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინება. უნიკალური კინოკადრები კი დაზიანებისგან დასაცავად ეროვნული არქივის საცავებში დარჩება.